ეროვნულ არქივში ძველ ნაბეჭდი წიგნების რესტავრაცია მიმდინარეობს. ლაბორატორიაში უკვე მუშაობენ მე-18-მე-19 საუკუნეების გამოცემებზე. წიგნებს შორისაა ერეკლე მეორის სტამბაში დაბეჭდილი დაუჯდომელი, ასევე სანქტ-პეტერბურგში დაბეჭდილი რუსული და ქართული ენების თვითმასწავლებელი. სულ დაზიანებულია, ყველას ჩაუტარდა უკვე სადეზინფექციო სამუშაოები, შესაბამისად შემოწმებული იქნა მიკროსკოპში თუ როგორი დაზიანება აქვს, სოკვავს თუ სხვა ბაქტერიები და ეხლა ვიწყებთ უკვე სარესტავრაციო სამუშაოებს. მოგიხსენებათ პირველი წიგნი თვითმასწავლებელი უკვე დავშალეთ, მოხდება ამის გაწმენდა, რესტავრაცია და შემდეგ ყდაში ჩასმა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ბიბლიოთეკაში დაცული არის 500-მდე ძველნაბეჭდი წიგნი. თითოეული მათგანი უნიკალური გახლავთ და სისტემატურად მიმდინარეობს ამ წიგნების მდგომარეობის შესწავლა, დაზიანებული წიგნების გამოვლენა და რესტავრაციის ლაბორატორიაში გადაცემა. ამის შემდეგ ეს წიგნები უფრო ხელმისაწვდომი ხდება ნებისმიერ დაინტერესებული პირისთვის და ჩვენ მკვლევარებისთვის.